სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვლავ გააქტიურა ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი. მან არ გამორიცხა ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ სომხეთს უნდა დაუბრუნდეს ოკუპირებული არწვაშენი. საკითხი ეხება საბჭოთა პერიოდის ანკლავებს, სომხურ ექსკლავ არწვაშენს, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშა და რამდენიმე აზერბაიჯანულ ანკლავს, მათ შორის ტიგრანაშენს, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკლავების თემაზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგან სომხეთს თავად აქვს მსგავსი პრობლემა არწვაშენის სახით და ის ვალდებულია იბრძოლოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. აღსანიშნავია, რომ პრემიერის პოზიცია შეიცვალა. წარსულში ის აცხადებდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ანკლავების არსებობის დე იურე საფუძველი არ არსებობს. ახლა კი ამბობს, რომ საკითხი სამართლებრივ პოლიტიკურ ჭრილში 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე უნდა გადასცდეს. პრემიერმა ასევე გამორიცხა ტერიტორიების პროპორციული გაცვლის ვარიანტი, მაგალითად კვადრატული კილომეტრი კვადრატულ კილომეტრზე, თუმცა დასძინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ხალხის თანხმობის საჭიროებს. მართველი პარტიის დეპუტატმა ჰასმი ქაქოფიანმა დაადასტურა, რომ სომხური მხარე მზად არის დატოვოს ის ტერიტორიები, რომელთა აზერბაიჯანული კუთვნილებაც დოკუმენტურად დამტკიცდება. თავის მხრივ ბაქო ანკლავებს დაბრუნებას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს, რაზეც გასულ კვირას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც ისაუბრა. საზღვრის დელიმიტაციის კომისიები 3 წელზე მეტია მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე დელიმიტირებულია მხოლოდ ტავუშის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, რის შედეგადაც 4 სოფელი ბაქოს კონტროლს დაუბრუნდა. პროცესის შემდეგი ეტაპი და კონკრეტული მიმართულები ჯერჯერობით უცნობია.